ვაგრძელე ფულიშოვნა ჯეტია ხუჩი და დარეკა იმან ვინ იმან სტივმა ხო ეხა მივიდივარ სტივთან იმიტომ რომ რაღა იმიტომ რომ თუ რაღაც ინფორმაციები ქონია და მგონი სიჯიყოს მაგას დაზრეული ამო ერთი წამი ვნახო ჯერ სწორია იქ ინფორმაცია არ არის სწორი მაგრამ ფაქტი ერთია რომ როგორც კომენტარებში საწერეთ ჭარის ბაზაზე ეგეც იყო რა კაი მოკლედ უკვე რა კისერზე რა გახატია ბიჭო ვებხვი შენ ვებხვი მე დრაკონი აგერ ჩემი კაი აქეთაც მინდა რაღაცა დავემატო და დაწერეთ აბერტ კომენტარებში რა შეიძლება რომ დავიხატოთ ამ კისერზე რომ შევივსოთ რა კაი ბიჭო რა გინდა ეს აჯღაპნები რაღაც ვისაც ეუნე ბიჭო მთელი სახე გადატყავებული გაქვს კაი ხო და აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ახლა რომ ხვალე გამოვიდეს მომდენო ეპიზოდი და ნელ-ნელა ყველაფერი ხურდება ძალიან მაგარი ეპიზოდები გეღოლდებათ ძალიან მაგარი რაღაცები დავაყენეთ და ნუ სპოილერი ხა პატარა რომ მოგცეთ უბრალოდ მაპს შეხედეთ როგორი გადაჭრელებულია ყველაფერი თან უბრალოდ შეხედეთ აქ რეიბი ხატი ეს მაპი ხო არ გინახოთ ნახეთ რეიბი ხატი აქ და მოკლედ ძალიან გახურდება მალე ეპიზოდები და თუ გინდათ რომ არაფერი გამოგხდეთ აუცილებლად დააჭერეთ subscribe ღილაკს მარტო subscribe-ი არ უშველის მაგას ზარის ღილაკით უნდა გააქტიურონ რომ არაფერი გამორჩეთ კაი მოდი ახლა პირდაპირ აქ შევიდეთ აი ესე ლუკასაც მაგარი პრობლემები აქვს ბიჭო და როგორც სტივმა მითხრა აი აქ უნდა შევხვდეთ აუ ეხა ეს არ გაიღება შემოდი მიდი მოვაწექი მაგას არა ძმა რა მოვაწვე გამეკაწრება ეს მანქანატო ნახე ლამბორჯინი შეუყვანია ფეხებზე არ კიდია მგონი დაითრია მასიჯი დაგვახევს ახლა 50 მილიონს აი დაიცადე წამო სტივ სად არის აბა სიჯი რა სიჯი ბიჭო ერთ წამი შენ ჯარის ბაზაზე ხო იყავი ვიყავ ვინ გითხრა ეს საიდან მორბის ჩემი ვერ გადმოვძვერით იქიდან რა მიღადავებით ბიჭო აქედან ახლა ვერ შემოხვედით ვის საიდან მოდის? მაინც ნაკოლი რო არ მისცეს ვიღაცამ ხვდები. რა ტიპები ხარ ჩემი? ვინ მითხრა და კომენტარებში დამიწერეს რომ სიჯის მისამართი შენიცოდე ჯარის ბაზაზე. მე რა ჩვენ წავედი ჯარის ბაზაზე და იქ რო შევედით უკვე დარბეული დაგვხდა რაღაც და. ხო ბიჭო რა ვიღაცა ტიპმა რაღაც ინფორმაცია მომცა რა და ვიყავი წასული ეგრევე და ხო შევთანხმდით რომ უნდა გვეპოვნა რა. იპოვე? არა ბიჭო არ დავხდა ყოველად შევედი გადავბუგე იქაურობა იმენა გამოვიქეცით ეგრევე მე ძლივს. ვა, რა საინტერესოა. რამე სხვა ინფორმაცია რამე არა გაქვს. მე ჩვენც ვეძებთ რა, რამდენი ხანია უკვე გავიდაგე, ერთი კვირა მგონი სიჯის ვეძებთ და სად არის ვერ ვიპოვეთ რა, ის ავგუსტინის პანაშვიდი იყო გაასვენეს ის უპატრონო უკვე და ნუ კაროჩე რა. ბიჭო, არა, სხვა არაფერი, რავი, ხა ერთი ჯარის ბაზა რაც ახსენეს, მან ვიყავი მისული და რაც ვიცოდი რა და რაღაცა შეიძლება მეორეც იყოს და არ ვიცი, ნუ მაგაზე მოვიძიებ რა ვიდეოს დავდებ და ნახეთ რა. Хорошо, ах, ჩემი რა. ხო და მეგობრებო 20000 გამომწერეთ ძალიან ცოტა დამრჩა რა და ბარემ გადმოდით აქედან გამომიწერეთ არხი რა. სიჯის თემებზე ხო ხედავ რამდენს ვაკეთებს ჩვენ და ბიჭო შენ ხო მართლა გეტოს დაუარე ერთი რა რაღაცა ძალიან უღლუტობენ იგი. გეტოზე რა ხდება? რა გეტო? ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA 5 არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი უფასო სკინი ხوار უნდა აქვთ იმ სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შემდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით ამიგოს არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღზარა შემდებარე ლინკ რა ხდება ბიჭო 24/7-ზე ბირჟაზე დგანან არა და მე როგორც ვიცი შენ მიხვედი და კაცრად გააფრთხილე ეგენი რომ უნდა CG-ზე რაღაც ინფორმაციები მოეძია და არაფერი ძმა და ვინ გითხრა ეგენი არ ეძებენ CG-ის არა ძმაო არა მაგიტო გეუბნები რაღაც მივედი ხო დავსმოტრე რაღაც აბირჟავებენ რაღაც 24/7-ზე დგანან იქ სვავენ რაღაც კლუბები რაღაცა კაროჩე რა ერთი წარტყმა უნდა ყურისში მაგათ შეხედე რა წამოაბერთი ფრანკლენ მოკლედ ხო სტივის სახი გამოვიწერეთ კი ჩალეჩობს აგერეძებს სიჯის ფაქტი ერთი ჯარის ბაზა დარიდებული დავხდა და ამიკო დახურე შენ კიდე ეგ ბაჯარას სვაკისხები რომ შემოდის კაი წავედი აბა ეხა ფრანკლი ხოლაზე რაღაც გეგმები მაქვს ერთი ლოკაცია უნდა ვნახო და თუ რამე გაგაგებინებ ეგრევე გამოვალს ვიაზე რა კაი მიდი აბა და მოიცა ბიჭო ის რაღაცა საიდუმლო ხომალდი რომ შემოვიდა წყალქვეშა გაიგე მაგის შესახებ რა შემოვიდა ბიჭო საიდუმლო წყალქვეშა ხომალდი რა რომელი ქვეყნისა ეგეც არიცია რა რადარებზე ჩას აი გაკვით იმენა ხოლოზე ვა არ ვიცი აზე არა ვარ წეს უნდა ვიცოდე მაგრამ კაი მაგას გავარკვე ვისე რა საიჭუოთო ანუ ის რო არის ხო რაღაც დასაბომბი რაღაცა ხო რავი მიხელა რაღაცა რომელიღაც ქვეყნის დაზვერვა უეჭველი რა და რავი კაროჩე მიდია ერთი რამ თუ გააკვე მეც მითხარი რუსები ძმა
ტუქში რუსები არიან მართლა უეჭველი. კაი, წავედით ხა ჩვენ მაშინ გეტოს დავული, თვითფრინავი ჩამოვიდა, ხო? კი, ჩამოსულია ეგეც ასოყვანი ყავს ახლა. ხო და მოკლედ თუ რაღაცა დაგირეკავ რა. კაი, აბა მინდი დროებით და არხზე დავდებთ მეც დღეს ვიდეოს. დავაი, წავედით, წამოწამო ერთი ბიჭებო. ესე იგი ქვეყანაში რაღაც ხომალდი შემოვიდა საზღვაო, დაზვერვის, დასაბომბის საომარი. ამგვარი ნელ-ნელა წეღარ რას თავსი კლავს შეუპატრონო თუ რასაკეთებ? აუ, ჩემე მეთქი იქ ჩამოხტები ხო რა? დებილი ხო არა, ხო საიდან გადმოხტი? არაფერი კუდუსონი დამიზიანდა რა. აუ, ჩემი ცალკე სიჯი და ცალკე ის უნდა მყავდეს იმაში რა სამავტყოფებში სარბენი. რაკენი ბიჭო? არაფერი ბიჭო, ნიუ-იორკი გავიხსენე, ცოტა იქ ხო ესეთი დასახლებები აკიბებზე ახტები, ჩამოხტები რაღაცა და ის მე გაქცევა დავჭირდეს რა. შეიძლება ბიჭო, თავი რამეს ხო არ მიარტყი. თავის რა გითხა, მაგრამ ტრაკი მიარტყე ახლა აგერ ხედავ. გაი ხო რა, აუ, ჩემი წელი. დაჯექი, წამო. ვახ, ჩემი. დაუარა ნახე ამას უკან. გარეკილა გამოპატრო, საიდან გადმოხტა ჩემი. ეს გვინდოდა ბიჭო აქ, ნახე როგორ კოჭრობს. შეხედე ამას. ცოტა კუჭის მაგ პრობლემები და ხოხტებია რა. აუ, კაი ბიჭო, ხალხი უყურებს ამ ვიდეოს, მოკლედ წავედით რა და ერთი აბა გეტოზე ვნახო ესენი რაც აკეთებენ მართლა აქ რა. ესენი აქ წასაობენ, კაი. ნახე ბიჭო, ტიპები აბირჟავებენ თო. ეგ დაუჭერი აბერტი ამას. აჰა. ჩემი ძმა, გამომხედე აბერტი აგერ. ეს ვინ არის ბიჭო? ვეღარცნობა რა. აკენეთ მოზებდი ჩემი ძმა კაცი. მერა ვერ ნახე ჯერ. რა უნდა ბიჭო მაგათ? ვის რა უნდა? ჩვენ რა გვინდა ბიჭო? ხო, ვერი პოვეთ გვენი ძმა კაცი. ბიჭო, მე რამდენად უნდა ჩაგსხილოთ თქვენ აქ მთელი კამანდა. დავაი, წავედით. ეგრე უნდა მაგათ. როდის გადმოხვდეთ წინ? გადავხვდი მეთქი დაუშვები მათქომა რა. კაროჩი რა ტიპები ხართ რა წავედით. ეს უსაქმოა ბიჭო, არა გეტოს იმედი არ უნდა გქონდეს და წავედით ახლა მოკლედ ჩვენი კარგო თვითფრინავი ვნახოთ, რომლითაც ალბათ კონსოლზე ჩავალ და იქიდან ტექნიკებს და რაღაცებს გადმოვიტანთ, იმიტომ რომ ახლა უკვე ფული ნელა გვჭირდება რა იმ აუ ბიჭო, რამდენი პოლიცია მოგწევს ხო არ გადაობ. მედიკაცო დაგაზე. ის თვითფრინავი სად არის? ეგით უდაბნოში. უდაბნოს ტერიტორიაზე არის ეგა, ოკეი, დავაი, წავედით. ესე, სანამ უდაბნოში ჩამოვედით, აქ კი აქ რა ბარები გაუკეთებიათ, კი ცოტა დაღამდა, მაგრამ არა უშავს, მოსაღამო და პრინციპში და აბა სად არის? ეგერ წინ იქ უნდა დაიყენებინათ. ოპა, აგერ და ხო არ ხადაო ბიჭო. რა დაგვიჯდა ეს? 100 მილიონი. აუ, ჩემი 100 მილიონი დაჯდა, მაგრამ სურპრაიზ. ბლეკ მომბის ლოგო დავატანე ზეთ. ხო არ გადაუტო. რა გინდა, კარგად არ არის, მაგრამ ეს არის ესე იგი ბლეკ მომბის ახალი თვითფრინავი? აბა რა, მოგწონს? ძალიან მაგარია, დაწერეთ ხალხო როგორია კომენტარებში და ამით წარმოიდგინეთ იქ კუნძულზე ჩავდივართ, ის ოქროები და ყველაფერი უნდა შევყაროთ ამაში და წამოვიღოთ. სააღოლი იმენა მართლა პერფექტ. ამით გეოვნები კონსოლზე ტანკებსაც ჩავიყვანთ, იქ ხო გჭირდება ახლა გამაგრებითი სამუშაოები ყველაფერი რა. ეს მიგდებული ვაქვს იმ ხელა განძიდევს იქ. რამდენი იქნება ნეტა ის განძიდო? მინიმუმ 1 მილიარდის მაინც. მილიარდის განძი ხადაო. ხო, ყველა არ უნდა გავყიდოთ, ხო ის რეზერვში უნდა შევინახოთ. კაი, ეხლა ამით ხო არ წავალ, დავინერეკოს ერთ წამი. ფრანკლინს ვესაუბრები? კი, ძმა უგისმენ? ფრანკლინ რაღაც საქმე გქონდა რა შენთან. საქმე მაქვს იქით ყველასთან ბიჭო, რა საქმე გაქვს? რაღაც დავალება გვაქვს რა. დაით დავალება თქვენ უნდა მოგხსეთ აქეთ. სიჯის ვეძებთ ბიჭო, 50 მილიონია ჯილდო რა, დავალება მიღადავებით. ამ დავალებას თუ გააკეთებ, მინიშნებას მოგცემ სად არის სიჯი. ვინ ხარ ბიჭო? დამალაპარაკე ერთი ეგა. გაჩედი ერთ წამი. მოკლედ, პარის მისამართს აიგნებ, მოდი. ზედმეტი მოძრაობების გარეშე. დავალებას გააკეთებ და სიჯის მისამართს მოგცემ. დავით, ჩამიგდე. ვინ იყო? მე რა ვიცი, რაღაც სიჯის იმას გეტყვიო, მისამართო თუ რაღაცასო რა, სად ადგილმდებარეობა, მინიშნებას მოგცემო. კროსვორდები ამოხსნა, თუ კაცი ვეძებო, ჩემი. წამოდი ერთი მაგასთან. კაცები არიან, არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს კიდე ახალი დაჯგუფება გამოჩნდა, მოკლედ რამდენი ტიპი ჩაერი ამ სიჯის ძებნაში და ტიპი ვერ ნახეთო. გაიგე ხა საჯანდაბაშია. ვინც ეძებს ის პოულობს, არა უშავს. აშკარად ბიჭო, სადღაც სერიოზულ ადგილას ყავთ რა გადამალული, მთავრობაა ჩარეული. ხო და ისეთი ხალხი გჭირდება, ვინც მთავრობაშია და ჯილდო უნდა გავზარდოთ 100 მილიონ დოლარამდე და დაწერეთ კომენტარებში. სანამდე გავზარდოთ ჯილდო, რომ სიჯი ნებისმიერ ფასად ვიპოვოთ, იმიტომ რომ ვისაც ყავს ეხლა აშკარად ბიჭო, იმა ხო ის რომ 50 მილიონი გვაქვს დაწესებული არა, აუ ნახე რა ცხელად ო ალიასის მიწას. იმა ხო ის რომ დაწესებული გვაქვს ამ ხელ ვახ შენი, მოდი აქ, ეგ არის. რა გააკეთე? ნერვები მაქვს ბოშლი, რა გავაკეთე და კიდე ესენი მინდა, აქ დავე დაჯექით. ანუ იმან ხო იცის რომ 50 მილიონია ჯილდო დაწესებული რა და არაჩენს. ესე იგი 50 მილიონად არ უღირს სიჯის გამოჩენა. ანუ ცოტა უფრო მეტი გვაქვს ხალ გადასახდელი რა და ალბათ ხვალინდელ ვიდეოში 100 მილიონს დავაწესებ. აუ ჩემი დაგვიშვეს რა, წამო დავგაზეთ.
ნახერას და დისემსოტი. დადის რა. და ესე ნუ სანამ პოლიცია მოვიცილეთ და რაღაც აქ ჩამოვედით, მანამდე დაღმდა და ხამე ის მე ვერა ლამაზია თო. სად არის აბა ის ბარი? ლოკაცია რა შეგვიდეს GPS-ი წემგვიჩვენებს. კაი, აბა გავაჩეროთ. ტეკვი ლალალა, ესე იგი ეს ქვია ამბარს. რიგები კი აქვთ თო. აქ რა ორი ბარია? აი, ხამის ხორება ყოფილა ქალაქში თო, ჩვენს 4 დღის დრო დავდივართ. გამოვიდეთ ცოტა ხამითაც. კაი, გადმოვიდეთ აბა ერთი მანქანიდან. ოპა, ბაზუკით. წარმოდიხარ კლუბთან აჩერე მანქანას და მანქანიდან გამოდიხარ ბაზუკით, ანუ ცოტა არ არსებულია, მაგრამ Black Mamba-ს მოსდის ხოლმე რა. გაგვატარეთ რა. ვისთან ხართ უკაცრავად? შეხვედრაზე ვართ რა. ვისთან? ვისთან კი დაგახუყურებს ახლა, ვერ ხედავ ვინ ვართ? უკაცრავად ხო თქვენ უკანა გარდა უნდა შეხვიდეთ. ძალიან კაი. საიდან უნდა შევიდე? დაარტყი ამას გუგი და შედი უკნიდან. ეგრე რა. გაგიბლატავდებიან ხოლმე ბიჭო. შეჯერ რა მანქანა აჩერებს? რა ეხლა ესეთი მანქანით ხო აქ უბრალოდ ხალხი არ გაგიჩერდება ესეთ ბარში, ანუ значит ცოტა სერიოზული ტიპები მოვიდნენ და არ გინდეს ზედმეტი საუბარი რა. შეუშვი რა, რატო იქნი ძმაო პრობლემებს და აგერ არის შეტეხი? შევედით აი აქ, აი ეგერ კიდგასი არ აღიანი დაცვაზევით. მანქანა გავაჩეროთ ცოტა აი ესე. აი აქ ესე no parking. ზუსტად აი no parking-თან უნდა გავაჩეროთ რა, რომ იცოდნენ ცოტა სტატუსიანი ხალხი ამოსული. ხადაობა რა. მანქანა არ ჩავქრო. არა, მანქანა იყოს მაინც დაქოქილი, რომ ნებისმიერ ვარიანტში შეიძლება გაქცევა. რა ხდება ბიჭო აქ? ეს რა ხდება? რა შვები, ჩემი ძმა? რა იყო, ბიჭო, მიაკაჩავეს აქ ვიღაცა? ბიჭო, რა საკეთებ, ძმა, რა საკეთებ? უსენი. ოღონდ რამე ხარი საყურეზე? რის გამოსცემე ბიჭო, კაცი? გადე ბიჭო, აქედან გადე. ვინ ხარ ვაფშე? Franklin, ამო ზემოთ ბოსთან. რა ხდება ბიჭო, აქ არ ვიცი, მაგრამ დაუშვეს ვიღაცას. აუ, ჩემი, ეხა კუდუს უნდა არ მაწუხებდეს? კაი, გაანებე თავი, ალბათ რამე მიქარა ეხლა იმან ესე პროსტოს, მაგრამ ესეთი რაღაც არ მინახავს იმენა ხო, რამდენი წელია ჯეტიას ვიღო და ესეთი რაღაც ქუჩაში მე არ მინახავს. მოდი, მალე. შენ ბიჭო, მეცნობი საიდანღაც. შემომხედებ ეხლაცმალებს და მიცნობ ეგრევე. ეხლაცმალებზე თეთრი წვეტასები. ვერ მიცანი? ვერ გიცანი? სამყორო მაფიის ბოსის მეშვილი ვარ. თქვენ ხო ვერ მოგიცილეთ, ბიჭო, რა გინდა, თო რამდენჯერ უნდა მოგიცილოთ? შედი შიგნით. ავი ხა იმედე მოგ შენი ის არ დამხვდება ბიძა. არა, შედი. აი, შევედით ბიჭებო. ოპა. აქ რა კლუბია? ჩამოვიდეთ აქეთ, რაღაც ტეკუილა. ვოუ. აქეთ Franklin. ძალიან კაი სახელით რომ მოგმართავენ. ჩემი სახელის კაი ძმა. შედი შიგნით. გამარჯობა. მაგარი მუსიკებია. თქვენ დამიბარეთ? ერთამი Franklin გაგესაუბრებით. კითხარი ძმაო. მე გულს ვეღარ მოვიტან. რას ვერ მოიტან, ბიჭო? მოსატანე უნდა მოიტანო, შანსი აღარა გაქვს. აღარა მაქვს ძმაო ფული. როს ეს ხულობდი და შეჭამე კაი იყო. დასვას დაუძახე და დაბლა მიაჩაკუჭე ესეც. დაიცეთ, მე ერთი წამი რას თქვენ მიაჩაკუჭო, მე რო არ ვიქნები, მე მიაჩაკუჭეთ. წორს გეუნებათ. შენ რატო რო? ბიჭო, მე არ შემეტენოს, აქ რაღაც ყველაფერი მემეტენება. გადი ძმა ერთ წამი აქ სალაპარაკო მაქვს. გაემედი მომცილდი, Franklin მაგადა გარსინაჭა თვალე. მოდები Franklin ერთ დავილაპარაკოთ. აუ, მუსიკას ცოტა ჩაუწიეთ ბიჭო რა. რა ხდება ამა მითხარი? Franklin მოკლედ სერიოზული დავალება გვაქვს მოშენთან რა. ერთ-ერთი რაღაცა საწყობია იქა რა და მექსიკელები არიან რა შემე ქვეყანა რა და ვერ გამოგვაქვს ვერაფერი, ეგ საქმე გაგვიკეთეთ ძმაო და ფოტოებს მოგცემთ იმ შენობის სადაც სიჯი ყავთ რა. სიჯი სადაც ყავთ იცით? მიახლოვებით რა, ფოტოები გვაქვს მარტო დაანსენს ახლა იპოვე შენ და ახლა ეს ფოტოებიც ხო იცი ფულიქებს ყველაფერი თავისი რა და უბრალოდ ერთი იცოდე რომ ძალიან საშიშად გილას ყავთ. სად? ეტუქში. ეგ ბიჭო ხო დაიწვა რა? კი დაიწვა, მაგრამ იმ სუბუქად. რამ სუბუქად ბიჭო, რამ სუბუქად. მაგ ბიჭ DNM-ის აღება უნდათ მარკეტან რა და მუტაცია უნდა გააკეთებინონ. რა? რა DNM-ი ძმა? რა DNM-ი და გაბაზრდა ის ინფორმაცია რომ თლიანი სხეული მკვდარი იყო და მისი ტვინის რაღაც ნაწილში ბებია იყო ჩამარხული. მარტო ბები არ უახსოვდა რა. ეს ძალიან იშვიათი კი არა 0.00001%-იც კი არ არის მაგის შესაძლებლობა და რადგანაც ამ ადამიანმა შეძლო სიყვარულის მახსოვრობის და ეგეთი რაღაცების ამოღება უნდათ მისი ტვინიდან და კლონები შექმნა რა, რომ მე ტვინის იმპლანტები გააკეთო. რებს ბაზრობთ ბიჭო თქვენ? შენი საქმე გაგვიკეთე და მის სამართს მოგცემთ. მის სამართს ანუ მის სამართს რა ფოტოებს და მე თქვენ უნდა მოიძიოთ ეგ რა ადგილია. დავაი მომეცი აბა რა გავაკეთო? მოკლედ აგერ არის ლოკაცია, აქ შედი
იქიდან ლოკ რო გამოიტანე, ფული რაც იქნება და დანარჩენი ჩვენ ვიცით. ეს ფული არაფერში არა, просто იცოდნენ რომ ჩვენთან საქმის გაფუჭება არ ღირს. იცოდე არა მომატყუო, თორე თქვენთან კი არა, ჩემთან არ ღირს საქმის გაფუჭება. არა ძმაო, არა მიდი. კაროჩი, კაი, ხარაშო. ფრანკლინ არ მომწონს ეს ამბავი. ბიჭო, ყველაფერი იციან, ამათმა სიჯიზე გუითხეს ინფორმაცია და ლოგიკურიც არის ეგა. რა არის ლოგიკური? დამოგარი და გეტყვი, ხადაო ბიჭო, ანუ სიჯის რაღაცა მუტაცია გენურ იმას უკეთებენ, მუტაციას, ხადაო? ეხა არ გავგიჟდე. ეს კიდე ამას ურყავს. კაროჩი, რა, არ ვიცი, მაგრამ მოკლედ მეგობრებო, ამ ვიდეოს გაგრძელება იქნება მომდენო ვიდეოში. და სიჯის თუ მართლა მაგას უკეთებენ, დაერხა ყველაზე, ესე იგი მართლა მთავრობაა ძმაო ჩართული. მთავრობა კი არა, მასონები ძმაო. იმ საიდუმლო ხომალდის შემოსვლას ესე არ დაიმთხვეოდა. ხალხო გამოიწერთ, ახლა დაალაიქეთ ვიდეო.